გამარჯვების ხსებს ელგებით, გამარჯვების სიმღერები, გული უნდა ვიჯეროთ. შუქიადგას თებს დაველებს, ყლავას ბევრჯერ ასახელებ, საქართველო ბიჯებო. ჩვენს იალქნებს არხევს ქარი, მედივით ნაბერძგალი, უსში აღარ ეტევა. ხოლო ბრძოლით ნახდი ბრძოლით, კიდევ გოლი, შეტევა, შეტევა. დინამო, 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 ვიბრძოლოთ, ვიფრინოთ, ვიჯექოთ. ვიჯებო, 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 გამარჯვება ვიჯებო. მიდი, მარტად მიდი, ურთი რომ გაიდამო. ყველაფერი ახლა წდება, გამარჯვების ჟამი დგება, გამარჯვება დინამო. სულ პატარა სიხარული, სულ პატარა სიყვარული, ზე ჩამოდის ციდანო. საქართველოს სადიდებლად, გამარჯვება, გამარჯვება დინამო, დინამო. დინამო, 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 ვიბრძოლოთ, ვიფრინოთ, ვიჯექოთ. ვიჯებო, 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 გამარჯვება ვიჯებო. ვიჯებო, 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 გამარჯვება ვიჯებო. დინამოს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ლეგენდარული ხარიჯი 1964 წელი, რომელიდანაც უკვე 50 წელი გავიდა, როდესაც დინამო თბილისის დინამო გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. და ჩვენი სტუმრები არიან მურთას ხურცილავა, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და ლევან ნოდია. ბატონი მურთაზი აღარ არის. ავად არის საწყალი. ავად გახდა და ვერ მე იმედი მაქვს რომ ტელევიზიით სახლში არის ახლა და გვიყურებს და გვადევნოს ჩვენგან დიდი აქედან მივესალმებით. ნამდვილად. დიდი დავიღალე. როგორ ახერხებდით 90 წუთი ამას? 90 წუთი ამას როგორ ახერხებდით? დავიღალე. 90 წუთი რო დავრბოდით, ვარჯიშზე 2 საათ ნახევარს დავრბოდით და 2 საათი. ყოველ დღე ვარჯიშის მოსამზადებელი პერიოდში კი, მაგრამ მე ყოველ დღე არა. თამაშის შემდეგ მეორე დღე დასვენება იყო, მე ვარჯიში და ვარჯიში, პრინციპში ყოველ დღე გამოდიოდა, მაგრამ ახლა ყოველ დღეს ვერ იტყვი, იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმებით, რომ ფეხბურთი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთვისაც არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა. ჩვენთან დინამოს დამსახურება ეს, რომ სპორტს ოიცა სპორტის სახეობა როგორ არა მხოლოდ სპორტის სახეობა, ეს არის კულტურა ერთგვარი, ჩვენი ცხოვრების წესი, კონკურენცია, ბიზნესი. მართალი ხა, მაგრამ ჩვენთან აი ნუ ახლა ბიზნესი, კონკურენცია, ვაჭრობა და მთელი ამბავი რა. თუმცა კონკურენცია მაშინაც იყო და კონკურენცია იყო. რაღაცა ეპოქა, რომელიც კონკურენცია იყო ჯამთელი მაშინ. გაიგეთ, ახლა უკვე ეგეთი რაღაცა ვერ მიხდები რა არის ფეხბურთი, რა არის კომერცია. თუმცა დინამომ შექმნა ახლა დღევანდელი ფეხბურთი, მარტო მაშინ დაუბრუნდეთ ცოტა წარსულში. წარსულში მე გეტყვით რა, თბილისის დინამო იყო იგივე საქართველოს ნაკრები. ყველა კუთხიდან ივსებოდა თბილისის დინამო ამ ძალიან ტალანტებით, რასაც ქვიოდა. მოდიოდნენ სოხუმიდან, გაგრიდან, ბათუმიდან, ყველა რაიონიდან, საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან იყო დინამოში რა. ეს იყო ყველაზე უდიდესი გამარჯვება, რასაც ესე იგი ძალიან რთულია. ეს იყო ერთგვარი რაღაცა ქვეყნის სახე შეიძლება ესე ითქვას. ძალიან მართალი ბრძანდება, რთული და ძალიან სიკეთის მომტანი. იმიტომ მთელი საქართველოს თქვენ წარმოიდგინეთ ახლა სურათებს რო უყურებთ რა. რამდენი ხალხი დადიოდა ფეხბურთზე და ერთი კვირის მანძილზე ხო იმაზე ფიქრობდნენ როდის მივიდოდნენ სტადიონზე. ეს იყო და ეს და თანაც იმ დროს ძალიან ბევრი ტალანტი იყო. ძალიან თითქმის მთელი საქართველოს ფეხბურთზე იყო მიჯაჭვული რა. ყველას უყვარდა, ყველა თამაშობდა. დღესდღეობით რთულია იმის თქმა, რომ დღეს არა გვაქვს ჩვენ აფხაზეთი, არა გვაქვს ოსეთი და ნაკლები ფეხბურთელები არიან იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა ეს. მოდით გავიხსენოთ რა იყო მაშინ თქვენთვის დინამოელობა. აი რო გახდით დინამოელები, რას ნიშნავდა ეს მაშინ თქვენთვის, იმიტომ რომ მოიყვანეს იო დათუნაშვილი დინამოს გუნდში.
ქუთაისთან გადმოიყვანეს და ნატრა ხონდა მაგას დინამოში როგორ ჩავარდა რომ მისცეს მაგას ფორმა ჩვენი დინამოში ჩაიცოდა 10 კრუგი ირბინა დინამოს ირგლი ისე გაუხარდა მაგას და იმის მე გახდა უდიდესი თორსები ბატონი ილიას სწორედ 64 წელს 2 გოლი რომ გაიტანა ამ თამაშში ორი გაიტანა მოვეზადეთ შეძლებს და გვარად ორი გაიტანა აი ამ კადრებს ტაშკენტში ხედავს ახლა ჩვენი მაყურებელი ეს იყო ტაშკენტში და 5 ბურთი გაუტანა არარატ ერევანს იმიტომ გამოვაცხადებ სტრატ და ტირში ქონია ჩემი ზურადი მადლა მეგონა არ ქონდა და თუ მქონდა იგი იდგა ერევანში სასოფლეთში რა მეუბნებოდნენ 5 ბურთი რო გაუტანე ერევანს მაშინ ყველა 22 რაკენი ილიაო რაო ესო და ერევანში შენი სურათი ტირშია მე მეგონა მეხუმრებოდა მართლა ქონია მეზობელი მყავდა გია ზენაიშვილი გია და ჯემალი ძმები დიდი ცხოვრება სკოლის დირექტორად იყო მე და გია ზენაიშვილი პერიოდში ლეილანკაში კარის მეზობელი იყო რა ლეილანკაში იყო ჯარში წაყვანილი ყავდა და რო ჩამოვიდა მე რომ მეუბნებოდნენ ეს ერევანში მე მეგონა მართლა ხუმრობდნენ და მე იმაშობოდნენ და რო ჩამოვიდა მითხრა დამიძახა დილით ადრე ჩამოვიდა გვიან ჩამოვიდა და ანთავისუფლდა ჯარიდან მოიხადა ჯარის და მითხრა ილია ბეჯია რა იყო მე მითხრა ამდილი ადრიანად და გითხრაო ჩემი მეგობარიო გავიდაო ქალაქშიო რაღაც და ურეკეს ფული გადმოუგზავნე გადმოურიცხესო და გავარდო და ნუ გავიდაო ხედავ 20 წუთიო მოვარდა და მითხრა იცოდა გია წამო და შენი მე ილიას სურათი ტირში აბიჯო იმხელა რიგი არის რო შემიხედე გავკვირდა მართლა თელი სასოფლეთი იგივე მართლა ესე იყო მე მეგონა მართლა ხუმრობდნენ მართლა ქონია რაღაც რომ მითხრა გავგიჟდი მივედიო და გაგვდა ესროულებოდნენ მაგრამ ესე თბილი მიღება ჰქონდა სხვადასხვა ინფორმაციებს რომ ეცნობოდი თქვენ შესახებ ესეთი რამ წავიკითხე რომ როდესაც მოიგეთ საბჭოთა კავშირის თასი ჩემპიონები როდესაც გახდით შემდეგ უკვე იყო ჩემპიონთა თასზე წასვლის დრო რომელზეც არ გაგიშვეს თქვენ მაშინდელმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურეს და შემდეგ წელს უკვე უკრაინის დინამო წავიდა ისინი უპრობლემოდ გაუშვეს გამარჯვებულები ამ ჩემპიონთა თასზე იყო მაშინ რაღაცა პოლიტიკური გავლენები პოლიტიკური რაღაცა აისახებოდა ხოლმე ფეხბურთზე ეხლა აი პოლიტიკური გავლენები ჩვენ ხო არ ვიცოდით და მაშინ თურმე 64 წლის სეზონის დასაწყისში ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფედერაციას მაშინ საბჭოთა კავშირი მიღებული მიუღია დადგენილება რომ ჩვენები ხო არ ღებულობდნენ კლუბებს არ უშვებდნენ ჩემპიონატზე ხო ევროპის და მიუღია დადგენილება რომ 64 წლის ჩემპიონი გაუშვათ ევროპის ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა და ვინაიდან ჩვენ გავხდით საქართველოს ქართველები რატო გაუშვათო თურმე და დამალეს თვითონ ეს კაჩალინი ამბობდა იქ უთხრეს ჩავიდა სეზონის დასაწყისში წავიდა რა თქვენ ელოდებოდით ისე იქ წასვლას არ ვიცოდით ჩვენ მაგრამ ვიცოდით იმით რომ აი ესეთი ჭორებით რომ აი დადგენილება არის რაღაცა რომ ესე იგი მიგაღებინო მონაწილეობა და რო ჩამოვიდა კაჩალინი ძალიან ისეთი აი კულტურული კაცი იყო აი ოდნავ პატარა უწმაწური სიტყვა არ წამოწდებოდა აი ამ ხელა წვრთნელი იყო და ამდენი წლის არ წამოწდებოდა და რო ჩამოვიდა ჩვენ ზბორებზე ვიყავით და გარეთ ვიჯექით თიღომში ჩვენ ბაზაზე და რო ჩამოვიდა ისე აი ქუჩის კაცივით ისე იგინებოდა რომ გავგიჟდი და საწყალმა შოთა იამანიძემ უთხრა გავლი დიმიტრი что с вами თქვენგან ასკავ никогда не слышали другание почему вы ругаете да ох шоთა дорогой эти русские шовинисты да шовинисты და თვითონ გითხრა რომ უჩვენებია თუ ფედერაციაში თავის ახლო ნაცნობი ყოფილა და უჩვენებია რომ დადგენილება ხობილა 60 წლის დასაწყისში ფედერაციას რომ 60 წლის ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატზე გაუშვათ. ვინაიდან ქართველები გახდნენ, აიღეს და დამალეს ეს დადგენილება. და აჩვენა და გაგიშთა ესე იმაშებოდა და დამალდა მეორე წელიწადს ტორპედო გახდა და გაუშვეს ტორპედო რა. იყო ეგეთი გაბრიელ ანო განთქმული ჟურნალისტი ფრანგის ფეხბურთის მან დაწერა რომ
რო გაეშვა დინამო თბილისი გეგემონია ისპანეთის და იტალიის ფეხბურთს დამთავრდებოდა ევროპაში. ეგეთი დიდი გუნდი ვიყავი ჩვენ. და ვინც ის დღეს სად ვიქნებოდით ფეხბურთის გაჭრილები. საქართველოში. სად ვიქნებოდით ანუ მიღწევებს გულისხმობ. ჩვენი ორი კაცი მიშა მესხი და სლავა მეტრეველი თამაშეს სოფლიო ნაკრებში ჩვენ გუნდიდან. ეს ახლა მიღწევა კაცი. დღემდე რაღაცა მაინც თვითონ გულშემატკივრისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც რუსეთთან თამაში სხვა დატვირთვას ატარებს. ყოველთვის აი სხვანაირად ვემზადებით და მოგების ჟინი რაღაცა უფრო სხვანაირი გვაქვს ხოლმე. მაშინ იყო თუ არა ესე, როდესაც მოსკოვის კლუბებს ეთამაშებოდით, რაღაცა უფრო მეტი ჟინი გქონდათ თუ არა რომ მოგეგოთ და რატო იყო ესე? ნუ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირი 15 რესპუბლიკა ერთმანეთს ეთამაშებდა. ესენი სახელმწიფოები იყო. სახელმწიფოები იყო. ახლა მე როდესაც მოვესწარი აი ამ პლიადას, რასაც 64 წელი ქვიოდა მე და ჩემი ძმა 67 წელში ჩამოვედით ქუთაისის ტორპედოდან და კუტივაძე სერგო. ნუ ამათ ხელში გაიზარდა ის პლიადა, რომლებმაც ნელ-ნელა ჩემპიონთა თასი მოიგეს. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ აქ ერთადერთი ევროპაშიც და მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩემპიონატი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. ესენ ქვეყნები იყვნენ იგივე წარმოიდგინე ახლა სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა. ძალიან დიდი დიაპაზონი იყო, რომ ფეხბურთელიც გამოჩენილიყო თავის ტალანტით. და ეს გუნდი, რომელიც 64 წელში შეიქმნა, იქ ძალიან თითქმის ყველა იყო ვარსკვლავი. და ყოველთვის შეეძლო ახლა თუ არ შეგიძლია ფეხბურთს ძალად ვერ ითამაშებდა. ამათ იმდენად დიდები იყვნენ და იმდენად დიდი ფეხბურთელები იყვნენ, რომ წარმოიდგინეთ, რომ სლავა მეტრეველის და მიშა მესხის გვერდზე რო ივარჯიშებდი და სიომო ბარქაია და თქვა. ეს იყო იგივე სკოლა იყო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები წამოსულიყვნენ თბილისის დინამოს და ივსებოდა. ძალიან ახლა 64 წლის მერე ისეთი აი მაგალითად ისეთ ფეხბურთელები წამოვიდნენ კუტივაძე რომ იყო თქვა კახი ასათიანი იგივე მურთაზი ძალიან ცოტა ითამაშა მაგრამ რაც ითამაშა წვლილი შეიტანა გაგზარდა ხო და ყველა აი წარმოიდგინეთ რომ ამ ხელა გენიოსების გვერდში რომ ივარჯიშებ ეს უკვე დიდი სკოლაა იმიტომ წამოვიდნენ მე პლიადას ესე ხო არის ნათქვამი ამიტომ ძალიან მე რა ვიცი ბედნიერი ვარ რომ იგივე შოთა იამენძეს გვერდში მომიწია თამაში იგივე ილია დათუნაშვილის 67 წელში ესენი უკვე ამთავრებდნენ თამაშს. აი თაობები მაგალითად ჩვენ რომლებიც ვერ მოვესწარით საბჭოთა კავშირს, მაინც მიუხედავად ამისა, რაღაცა ის კადრები რომელიც გვახსოვს თქვენი გამარჯვება შემდეგ 91 წლის გამარჯვება, რაღაცა ამ კადრებით ვართ შეიძლება ესე ითქვას, ისე იმ კადრების და იმ გამარჯვებების ემოციის ქვეშ ვართ, იმიტომ რომ თითქოს იმაზე მეტი წარმატება აღარ ქონია დინამოს. ქონდა თუ არა ძალიან დიდი როლი ამ ყველაფერში გულშემატკივარს და როგორი იყო მაშინ თქვენი გულშემატკივარი, რომელიც ხდებოდათ ხოლმე თბილისში? აი მაგალითად ტაშკენტის თამაში მაინტერესებს თუ გყავდათ გულშემატკივრები აქედან წაყვანილი. და აქ როგორ დაგხვდნენ? წაყვანილი ტაშკენტში არავინ არ მქონდა, მაგრამ ნახევარი თბილისი და ნახევარი საქართველო იყო ჩამოვიდა. კი, 1000 იყო ჩასული. ძალიან ბევრი იყო ჩამოსული. ძალიან ერთი ტრიბუნა აი მოიტყვიან ისე ბოლოს ის მეორე რო დამთავრდა ისე ყვიროდნენ და ისე იმაშვებოდნენ. ბევრი იყო წამოსული. სხვადასხვა მაშინ დამატებითი რეისები ტაშკენტზე ერთი რეისი იყო. გონიდა მაშინ დაამატეს რაღაც 4 რეისი თუ რაღაცა რა. რაღაცა ეროვნული მნიშვნელობის იყო თქვენი თითოეული წარმატება, მე როგორც მთელი ქვეყანაზე იმობდა. ნუ ახლა ის პერიოდი იმიტომ იყო რომ ამდენი წელი ელოდებოდა ახლა ფეხბურთის მოყვარულები საქართველოს რომ დინამო გამختارიყო ჩემპიონი და მოგვეცა პირველად ჩვენ თაობას საშუალება იმისა რომ გამختارიყავით და რა საქმე იყო ნახევარი თბილისი იყო მართლა ჩამოსული ტაშკენტში რა მთელი ნახევარი ტრიბუნა ყვიროდა მე ქართულ მიჭებოდა რა იყო დინამოს ადგილი საბჭოთა კავშირის აი პატარ-პატარა კლუბებში რა ადგილი გეკავათ ამ გადმოსახედიდან იყავით ლიდერები კი ყოველთვის დინამო ყოველთვის იყო და იქნება
ჩვენ მithumetas ჩვენი თაობა მაინც რა თაობა იყო მაშინ. სადაც არ უნდა ჩასული ხო ეს გუნდი, რასაც თბილისის დინამო ქვიოდა, ხო? სტადიონები ივსებოდა. მართალია. ახლა თქვათ რუსეთის გუნდები ერთმანეთს რო ეთამაშებოდნენ, ხო? იქ არ იყო მამდენი ანშლაგი, იმიტომ რომ აქ სხვა რაღაცას ხედავდნენ ქართულ ფეხბურთში. იმიტომ ქვია ქართული ფეხბურთი ინდივიდუალური თამაში, თქვათ ადამიანის მოტყულება, რაც შეეძლო, თქვათ ვლადიმერ ბარკაიას, ახლა სურათს რო ნახავთ და 4 კაცი რო ადამიანი 4-ვეს მოატყულებს და იმას ეს ემოცია ძალიან დიდია რა სტადიონზე, როდესაც ესეთ მომენტებს უყურებენ. მიშა მესხის თამაში რო ნახავ ხალხი, ესე იგი ერთი ტრიბუნიდან მეორე ტრიბუნაზე გადადიოდა. და წინვალე გოლები, რასაც ქვიოდა, როგორც აკეთებდნენ ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, მიშა მესხი, სიომა ბარკაია, ეს შემტევი სტილის ფეხბურთი იყო საერთოდ თბილისის დინამოში და ყოველთვის ესე თამაშობდა თბილისის დინამო, რომ სულ უტევდა. რა იყო ეს ქართული ფეხბურთი? აი ეს ქართული სული რა იყო ისეთი განსხვავებული, რასაც გადაყავდა ეს გულშემატკივარი ერთი მხრიდან მეორე მხარეს მოედნის თუნდაც. აი ეს ოსტატობა თქვენი რომელზეც საუბრობდით. მაშინ გადადიოდენო, მაშინ მიშა მესხი თამაშობდა. თქვენ კარგად იცით, საწყალი ცხონებული ნუ ეხლა. მიშა თამაშობდა და მაშინ საფრანგეთის ნაკრებში არ იყო, სულ იყო, ხო? შეყვანილი ადრეში. ხო და აი თავისი აი როიტვიანის ფინტებით აიმით აკვირვებდა მთელ იმას. რუსეთს კი არა, ევროპას და იმას და ამიტომ იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მიშა თქვა მარცხენა გარემარზე დასავლეთის მხარესო გადადიოდა ბევრი ბალეშიები, მაგრამ ტრიბუნა ყოველთვის სავსე იყო. ჩვენ მე არ მახსოვს მაგალითად 10 წელი ვიყავი დინამოში, რომ ჩვენ თამაშზე თავისუფალი ადგილი დამენახა სტადიონს. ეხლა ხანდახან რო ვიდივარ გული მტკივა დინამო თამაშობდა ნახევარის აი მოდით აი ამაზე ვისაუბროთ როსთან ერთად ძალიან ბევრი რამ შეიცვალა დღეს ფეხბურთელები სამწუხაროდ ამბობენ რომ ძალიან ტრიბუნა არ ივსება და არის ძალიან ცოტა გულშემატკივარი რომელიც ძალიან პასიურია როგორ ფიქრობთ რა არის ამის მთავარი მიზეზი რატომ შეიცვალა ამ მხრივ გულშემატკივარი შეიცვალა ფაქტობრივად ხო გულშემატკივარი შეიცვალა და რაღაც ინტერესის დაკარგა ალბათ ფეხბურთმა მე რატო ვამბობ, ეხლა 10 წელი დინამოში ვიყავი, მე არ მახსოვს, რომ მაგერა მედოსიომა თითქმის ერთად დავამთავრეთ და ის არ მახსოვს, მე ჩვენ თამაშე თბილისში რომ ვეთამაშა, რომ ერთი ცარიელი ადგილი ყოფილი. მახსოვს ერთი ჩვენ გახსოვს ერევანი ახალი გადმოვიდა, მგონი და იქ მოგვიგეს მგონი რა, გახსოვს რომ და მოგვიგეს ერევანი პირველი თამაში იქ ერევანში ახალი გადმოსული. ხო და ისე გაბრაზდა ჩვენი და მეორე 1-4 თუ 5 დღის შემდეგ თბილისში ქონდა თამაში და ისე გაბრაზდნენ ეს ფეხბურთის მოყვარულები რომ თითქმის ნახევარი სტადიონი არ მოვიდა ჩვენ თამაშა და სტადიონთან ისე ჯგუფები გამოყოფილი და ხალხს ეუბნება არ შეხვიდეთ და არ უშვებდნენ ხალხს ავტობუსებზე ტრამვაებზე არვინ სტადიონზე ეს თამაში შემდეგ მოიგეს გითხრათ და აღამის სტადიონზე ტრამვაებზე ავტობუსს დააწერენ და არ უშვებდნენ ხალხს და ვითამაშეთ გამოვედით ნახევარი ტრიბუნა გაგვიკვირდა ახლა ჩვენ სოკოლას და საწვალი შოთა იამანიძე მოდიდა ნახე რას კეთებენ ესენი ხო და ვითამა პირველი ტაიმი 4-0 მეორე ტაიმში აიხსო თამაში ხო და მეორე პირველი ტაიმი ნახევარი სტადიონი არ იყო და 4-0-ს ვიგებდით თუ 3-0-ს პირველი ტაიმის და რომ გაიგო ხალხმა გარეთ რო იყო რო გამოვედით მეორე ტაიმში 15 წუთი რო გავედით და გამოვედით სავსე იყო უბრალოდ შემოწვდნენ თურმე შემოამტვრიეს გარეთ და შემოვიდა ну а ესეთი იყო რომ გიждდებოდა რომ დინამო მოგონდა არ წააგოს და ესეთი მოყვარულები იყო რა იყო თავარი საიდუმლო თქვენი წარმატების რომელმაც გარკვეულწილად რაღაც ეროვნული ნაკრების დონეზე აიყვანა როგორც თქვენ აღნიშნეთ საუბრის დასაწყისში დინამო რა იყო თავარი ის საიდუმლო რაც თქვენ წარმატებას ახლდა თან თავარი ის იყო მე გეტყვით რომ თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები თითოეულს ხო ფეხბურთელს თავის ბალეში ყავდა რასაც ქვია რა გულშემატკივარი ყავდა გულურობა იყო ალბათ თავარი პიროვნებების გულისთვის მოდიოდა ხალხი სტადიონზე და ამდენ გამარჯვებას რო უყურებდნენ
ივსებოდა და ივსებოდა ყოველთვის სტადიონი. თამაშია. თუ ესე იგი ბრძანებს ხო, როდესაც ერევანთან წაიღ ხალხს არ უნდა მისვლა, მაგრამ როგორც კი მოგებას დაიწყებს გუნდი, ყოველთვის შეივსება სტადიონი. და კარგად რო ითამაშება. წარმოიდგინეთ რომ ხო, დიდი მოლოდინი აქვს გულშემატკივარს. 11 კაცი და რო 11-ვე რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გეყოლება გუნდში, ხო? იქ ხალხი ყავს ყოველთვის მოვა. ყოველთვის მოვა. ჩვენ ესეთერში ახლა რეკლამის დრო, თუმცა ვერსად გაგიშვებთ, გვინდა რომ კიდევ ვიყოთ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ეს ამ თემას გავაგრძელებთ, ბუნებრივია ერთ ბლოკში ვერ ამოვსურავთ. არ დასრულებულა. მეორე თაობა შემოგვიერთდება. ეს ყველაფერი და მალე დაგიბრუნდებით.